გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ და დღეს მე გასწავლით როგორ უნდა შეიძინოთ დომეინი და ჰოსტინგი. თუ არ იცი რას ნიშნავს დომეინი და ჰოსტინგი, მაგ შემთხვევაში აღწერაში არის ჩემი წინა ვიდეოს ლინკი, რომელსაც აუცილებლად უყურე, რადგან თუ არ იცი რას ნიშნავს ეს ორი კომპონენტი, ისიც არ გეცოდინება თუ საერთოდ რისთვის არის საჭირო, ან რატომ უნდა შევიძინოთ. მე დღეს შევიძენ ორ კომპანიაში დომეინს და ჰოსტინგს და რა განსხვავება არის, ამაზე უკვე ეტაპობრივად ვისაუბრებ. მოდი ახლა დავიწყოთ. აქ მე გამოტანილი მაქვს სხვადასხვა ქართული ჰოსტინგ კომპანიები, რომელთაგანაც მე ვირჩევ HostNotes ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან მათ უფრო უკეთესი ხარისხი აქვთ და ჩემთვისაც უფრო კომფორტული არის მათთან მუშაობა. და თუ კი ვინმეს მოგესურვებათ რომ შეიძინოთ დომეინი და ჰოსტინგი, აღწერაში არის ჩემი HostNotes-ის ლინკი და შეგიძლიათ პირდაპირ მაგ ლინკით შეიძინოთ. და ახლა კი გადავიდეთ დომეინის შეძენაზე, მაგრამ მანამდე გავიხსენებ თუ რას ნიშნავს დომეინი და ჰოსტინგი. მოდი დავიწყოთ დომეინით. დომეინი არის მისამართი შელამაზებული ფორმა, რომელიც გამოიყურება მსგავსად hostnode.g, ეს არის კიდევაც დომეინი, ასევე შეიძლება იყოს nick.g და ნებისმიერი სხვა ჩვენი სურვილისამებრ. და დომეინისთვის შემდგომ უკვე გვჭირდება ჰოსტინგი. ჰოსტინგი არის მსგავსი რაღაც, რო წარმოვიდგინოთ, არის რაღაც სერვერი კომპიუტერში, რომელზეც ჩვენ ვანთავსებთ ჩვენსავე სასურველ ინფორმაციას და ეს კომპიუტერი უერთდება ინტერნეტს. შენს მომხმარებელს თუ ნებისმიერს, ვინც არ უნდა ეწვიოს შენსავე დომეინს, ამ შემთხვევაში hostnode.g-ს, მე ვხედავ ინფორმაციას, აი მაგალითად მაღალი წარმოდობის ჰოსტინგი ორგანიზაციებს და ბიზნესებისთვის. ანუ ეს ინფორმაცია, რასაც მე ვხედავ, დამსახურება არის ჰოსტინგის. რომ წარმოვიდგინოთ მსგავსი რაღაც, რომ აქ მე რასაც ვხედავ ნებისმიერს, ხომ, ეს ყველაფერი არის ჩატვირთული რაღაც კონკრეტულ მოწყობილობაში, ამ შემთხვევაში კომპიუტერში და შემდგომ უკვე კომპიუტერი არის მიერთებული ინტერნეტთან, რომელიც ამ ყველაფერს აზიარებს. და სწორედ ამისთვის გვჭირდება დომეინი და ჰოსტინგი, რომ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია გავაზიაროთ ინტერნეტში. ეს იქნება ჩვენი ონლაინ მაღაზია, უბრალოდ პორტფოლიო, ჩვეულებრივი ვებგვერდი, რამე ნებისმიერი ტიპის და ასე შემდეგ. მოდი ახლა უკვე უშუალოდ გადავიდეთ დომეინის შეძენაზე. დავწვევით დომეინს რეგისტრაციას. შევალთ მსგავს ფანჯარაში, სადაც გვიწერია მოიძიე სასურველი დომეინი. ჩვენ აქ ჩავწერთ ჩვენ სასურველ დომეინს. ამ შემთხვევაში ჩემი არის nocodeweb.g, მოვძებნით და მანახებს რომ nocodeweb.g ხელმისაწვდომია და 50 ლარი დამიჯდება 1 წლის განმავლობაში. აქ მოვიგდო კიდევ ერთი ფანჯარა, რომელსაც ეწოდება name server-ი და ცოტა ხნის წინ ვისაუბრე ჰოსტინგზე და წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, რომ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად დომეინი შევიძინოთ ერთ კომპანიაში და შემდგომ უკვე მეორე კომპანიაში გქონდეს ჰოსტინგი. ანუ ჩვენ ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ რა, ჩვენი სახელი კონკრეტული, დომეინის სახელი, მაგალითად როგორც ახლა მე ვაკეთებ nocodeweb.g, შემიძლია შევიძინო დომენები G-ზე, მაგრამ hostnode-ზე გავაკეთო ჰოსტინგი. მოდი ახლა განახებთ მარტივი მაგალითით, როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუ კი გადავალ დომენები G-ზე, ეს არის კიდევ ერთი ქართული ჰოსტინგ კომპანია, აქ მაქვს ერთ-ერთი დომეინი შეძენილი B10G. გადავალ მის დეტალებში. მარცხენა მხარეს ჩამონათვალში მაქვს NS-ის მართვა. როდესაც შევედი მათ, ანუ NS-ის მართვა ნიშნავს name server-ის მართვას. და ნახეთ დაკვირით ახლა, რაც აქ წერია, ზუსტად იგივე წერია აი აქაც. ანუ ეს name server-ები გადაწერილი არის დომენები G-ს name server-ებში, კონკრეტულად B10G დომეინზე. და წარმოიდგინეთ გავსი რაღაც, რომ მე დომეინი შევიძინე დომენები G-ზე, მაგრამ რატომღაც მათი ჰოსტინგი არ მომწონს, უფრო ნელია, უხარისხოა ესე ვთქვათ და მე შევიძინე HostNode-ის ჰოსტინგი და გადავამისამართე. ზუსტად ამისთვის არის საჭირო დანარჩენი არაფრისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგიძლიათ სხვა ნებისმიერ კომპანიაში შეიძინოთ დომეინი და მერე უკვე მეორე კომპანიაში შეიძინოთ ჰოსტინგი. ახლა გავაგზავნოთ. აქ გაივლით მარტივ რეგისტრაციის ფორმას. შევსებთ თქვენს ინფორმაციას და ბოლო ეტაპი არის უკვე გადახდის ეტაპი. აქ თქვენ სასურველ მეთოდს მიუთითებთ, შემდგომ უკვე წესასწირობებს მონიშნავთ და დაწვევით გადახდას. როდესაც თქვენ შეიძენთ დომეინს, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ პირდაპირ დომენებში, აი აქ ზევითა წერია და ჩამონათვალში გექნება თქვენთვის სასურველი დომეინი. ახლა კი მოდი გადავიდეთ უკვე ჰოსტინგზე. გადმოვიდეთ თავარ ფანჯარაზე.
ჰოსტინგის შემთხვევაში აქ გვაქვს ჩვენ ორი ვარიანტი და უბრალოდ ამან არ დაგავრინოთ, რომ მაგალითად შეიძლება ნაყინივით იყოს, რომ ერთი თეთრი ნაყინია, მეორე შავი. არა, უბრალოდ ორივე ჰოსტინგი არის, მაგრამ რაღაც სხვადასხვა პაკეტები არის და პატარ-პატარა განსხვავება არის. ამ ყველაფერზე ვისაუბრებ და მოდი დავიწყოთ პირველი cPanel ჰოსტინგით. საზიარო ჰოსტინგი cPanel-ით. და რომ წარმოვიდგინოთ მსგავსი რაღაც, რომ საზიარო ჰოსტინგი მსგავს რაღაცას ნიშნავს. ერთ ოთახში ცხოვრობდეთ 5-6 ადამიანი. მსგავს რაღაცას ნიშნავს და ეს იგივე რაღაცაა, რაც ერთ კომპიუტერზე მიერთებულები ვიყოთ 10, 15, 20 კაცი. მსგავსი რაღაც არის საზიარო ჰოსტინგი. და cPanel-ი ნიშნავს control panels. მარტივი მაგალითით ავხსნი, სახში ყველას გაქვთ ტელევიზორი და პულტი. და ამ პულტის მეშვეობით თქვენ ამ ტელევიზორს მართავთ. რომელ არხსაც გინდათ, იმაზე გადართავთ, ხმას გინდა აუწევთ, გინდა ჩაუწევთ, განათებასაც ასევე თუ გინდა მაღალ განათებას დააყენებთ, თუ გინდა დაბალზე და ასე შემდეგ. ასევე არის control panel-ი hosting-ში. გაქვს რაღაც პულტი, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებს შენს web-გვერდს. და მოდი ვნახოთ ახლა როგორ გამოიყურება control panel-ი. აი ესე გამოიყურება control panel-ი, სადაც უამრავი რაღაც არის, მაგრამ ამ ყველაფერმა არ შეგაშინოთ და არ დაგაბნიოთ. აქ ჩვენ გვაქვს მაგალითად რამდენ ადგილს იკავებს ჩვენი web-გვერდი, ასევე შეგვიძლია email account-ები დავამატოთ, შეგვიძლია ჩვენ რაღაც კონკრეტული ფაილი დავდოთ და კიდევ გავიხსენებ პატარა დეტალს. ჰოსტინგის შემთხვევაში ჩვენ რაც გვენდომება, თუ კი ვიღაცა საძიებო ველში ჩაწერს ჩვენსავე დომეინს, ჩვენ დავახვედრებთ ზუსტად იმას. და ნახეთ როგორი რაღაც არის. მაგალითად მე ფაილებში, აი აქედან შემიძლია რაღაც კონკრეტული ფაილი დავამატო და ჩემს კონკრეტულ დომეინზე გაჩნდეს მხოლოდ ის. აი როგორც ამ შემთხვევაში gabd.g არის დომეინი, რომელზეც რაღაც კონკრეტულ ფოლდერში ჩატვირთული არის ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენ ახლა ეკრანებზე ვხედავთ. ესეთი რაღაც არის, რომ დომეინის მფლობელი აქვეყნებს gabd.g-ზე მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ინფორმაციას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. სულ ეს არის. ჩვენ მერე შეგვიძლია დავამატოთ აქ ფოტოები, თუ კოდის წერა ვიცით, შეგვიძლია კოდი დავწეროთ და ისე გამოჩნდეს web-გვერდი, თუ კი web-გვერდი გვინდა, შეგვიძლია ვიდეოები დავახვედროთ, ან სხვა ნებისმიერი, რაც კი ჩვენ გულს გაუხარდება. და არის კიდევ ერთ-ერთი პლატფორმა WordPress-ი, რომლებზეც შეგვიძლია სხვადასხვა გვერდები ავაწყოთ კოდის გარეშე, ესეთი პლატფორმა არის და მასზე არის აწყობილი მსოფლიოს 60%-ზე მეტი ვებსაიტების და WordPress-ზე უკვე მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებ უფრო ღრმად და დეტალურად. სულ ეს არის control panel-ი, მეტი არაფერი არ არის, უბრალოდ სამართავი ადგილი არის, საიდანაც შეგიძლია შენ მართო შენი web-გვერდის შესახებ ინფორმაცია, რა გინდა რომ გამოჩნდეს, რა არ გინდა რომ გამოჩნდეს. მოდი ახლა დავუბრუნდეთ hosting-ს. hosting-ის შემთხვევაში გვაქვს უკვე მეორე ვარიანტი, რომელსაც managed VPS plus cPanel hosting-ი ეწოდება, ოღონდ კონკრეტულად ამ კომპანიაში პაკეტს ესეთი სახელი დაარქვეს მათ. მე ხლა მინდა ვისაუბრო hosting-ებს შორის განსხვავებაზე, ამ ორ hosting-ს შორის. ესე იგი, წარმოვიდგინოთ, შიგნით საიტში ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ჩატვირთული და ასევე ჩემს web-გვერდს სტუმრობს დღეში 2000-მდე კაცი, საზიარო hosting-ის შემთხვევაში ჩემი ვებსაიტი უკვე დაიწყებს გაჭედვას. და სწორედ ამისთვის მჭირდება მე VPS hosting-ი, რომ მქონდეს კომპიუტერი, რომელიც მხოლოდ მე მომემსახურება პერსონალურად. და ზუსტად ეს განსხვავება არის, რომ არსებობს ისეთი hosting-ი, რომ შეგვიძლია ვინმესთან ერთად გავიზიაროთ ადგილი და არსებობს ისეთი, რომ შეგვიძლია გქონდეს მხოლოდ ჩვენთვის hosting-ი. და მეორე განსხვავება არის ეს ადგილების მიხედვით, ანუ კომპიუტერის სიძლიერის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი კომპიუტერი გვჭირდება ჩვენი ინფორმაციის განსათავსებლად. და მოდი ახლა უკვე შევიძინოთ hosting-ი. მე არვირჩევ საზიარო hosting-ს, 25 ლარიან პაკეტს. აქ მე შემიძლია მივუთითო რამდენი ხნით მინდა, 3 თვით, 6-ით თუ 1 წლით, ეგ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. აქ არის კიდევ ერთი ეტაპი, როდესაც ჩვენ უნდა დავუკავშიროთ დომეინი და hosting-ი. ესე იგი ერთმანეთთან უნდა შევაერთოთ. და ამისთვის ძალიან მარტივი ოპერაცია არის. უბრალოდ ჩავწერთ ჩვენს სასურველ დომეინს, რომელიც უკვე შევიძინეთ, დავწერთ გაგრძელებას და ავტომატურად დაემატება. და შემდგომ თქვენ გავლილი გექნებათ ვერიფიკაცია უკვე და აღარ მოგთხოვთ ამ ყველაფერს, ისევ გადახდის მეთოდი, გადაიხდით და თქვენ გექნებათ უკვე დომეინი და hosting-ი თანაც შეერთებული. გილოცავ, შენ თუ აირჩია hostnotes.g, მაგ შემთხვევაში გაქვს უკვე
დომეინი და ჰოსტინგი. და თუ კი გადმოხვალ სერვისებში, აქ დაგხვდება შენი ჰოსტინგიც და დომეინიც. ამ შემთხვევაში უკვე გაქვს დომეინი და ჰოსტინგი და შენ გჭირდება უკვე ვებგვერდი. ვებგვერდების აწყობაზე უკვე მომდევნო ვიდეოებში ვისაუბრებ, მაგრამ თუ კი გეჩქარება სწრაფად გინდა ან გაინტერესებს ძალიან, აღწერაში მაქვს ჩემი კურსის ლინკი, სადაც შეგიძლია დარეგისტრირდე და მე აუცილებლად დაგიკავშირდები. მოდი ახლა გადავიდეთ უცხოურ ჰოსტინგზე. მე აქ გამოტანილი მაქვს 3 კომპანია, ერთი არის bluehost.com, მეორე არის godaddy.com და მესამე არის hostinger.com. ამ შემთხვევაში მე ვირჩევ hostingers და თუ კი თქვენც აირჩევთ hostingers, მაგ შემთხვევაში აღწერაში მაქვს მოთავსებული ჩემი რეფერალ ლინკი, რომლის მეშვეობითაც თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. და მე ახლა მინდა გავიხსენო, რა განსხვავება ქართულ და უცხოურ ჰოსტინგს შორის. თუ მაგალითად გაქვს ონლაინ მაღაზია და შენ გაქვს ეს ონლაინ მაღაზია საქართველოში, მაგ შემთხვევაში ქართული ჰოსტინგ კომპანია უფრო კარგია, რადგან შენი ვებგვერდი შედარებით სწრაფი იქნება ვიდრე უცხოური ჰოსტინგის შემთხვევაში, რადგან უცხოური ჰოსტინგის შემთხვევაში მე სერვერს უნდა დავუკავშირდე მაგალითად გერმანიაში. ნუ არც ეს არ არის ნელი ჰოსტინგერი კონკრეტულად, არც ჰოსტინგერი არ არის ნელი, მაგრამ შედარებით მაინც განსხვავება არის სისწრაფეს შორის ქართულს და უცხოურ ჰოსტინგს შორის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ საქართველოში ხარ და ლოკალური ვებგვერდი გაქვს, მაგ შემთხვევაში შენი ვებგვერდი უფრო სწრაფი იქნება ვიდრე შენ ჰოსტინგერზე შეიძინო დომეინი, შემდგომ იქ ჰოსტინგი და იქ ააწყო ყველაფერი. რადგან უცხოური კომპანიის შემთხვევაში შენ ან ამერიკაში უკავშირდები პირობითად, ან გერმანიაში, ან სხვა შორეულ წერტილში და შედარებით უფრო ნელი არის ვიდრე ქართული ჰოსტინგი საქართველოში. მაგრამ თუ შენ გინდა რომ უცხოურ ბაზარზე გახვიდე, მაგ შემთხვევაში ჰოსტინგერი არის იდეალური. მოდი ახლა უკვე გადავიდეთ შეძენაზე. თუ ჩამოვალთ ქვევით, აქ დაგხვდება ვარიანტები. და ქართული კომპანიისგან განსხვავებით, ჩვენ თუ პირველი შევიძინეთ დომეინი და შემდგომ უკვე ჰოსტინგი, ჰოსტინგერის შემთხვევაში უნდა შევიძინოთ ჰოსტინგი და ამ ჰოსტინგს თუ კი შევიძენთ 12, 24, 48 თვის განმავლობაში, მაგ შემთხვევაში კომპანია გვაჩუქებს 1 წლის განმავლობაში დომეინს. ახლა უკვე ავირჩიოთ, მე ავირჩევ ბიზნეს გეგმას, მე ავირჩევ ამ შემთხვევაში 12-თვიან პაკეტს, გავაგრძელებთ. აქაც იგივე რეგისტრაციის ფორმა დაგხვდებათ და ბოლო ეტაპი არის უკვე გადახდის. შემდგომი ეტაპი არის უკვე ვებგვერდის აწყობა და ამისთვის დაგჭირდება პლატფორმა WordPress-ი და შემდეგ ვიდეოში მე ვისაუბრებ იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭირო არის ვებგვერდის გასაკეთებლად. მადლობა ყველას მოსმენისთვის, დროის დათმობისთვის, წარმატებებს გისურვებთ, შეხვედრამდე.